თავი მერვე. მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა უკან. აჰა მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანისცა და უთხრა: უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა. გაიწოდა ხელი შეახო მას და თქვა: მინდა, განიწმიდე. და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან. უთხრა მას იესომ: იცოდი, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსემ მათთა დასამოწმებლად. როცა კაპერნაუმში შევიდა, ასის თავი მივიდა მასთან, შეევედრა და უთხრა: უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს და ვრდომილი და სასტიკად იტანჯება. უთხრა მას: მე მოვალ და გამკურნავ მას. იმ ასის თავმა კი უთხრა პასუხად: უფალო, არა ვარ ღირსი რომ ჩემ ჭერქვეს შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები წადი მეთქი და მიდის, სხვას მოდი მეთქი და მოდის, ჩემს მონას გააკეთე მეთქი ეს და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისრაელშიც ვერ პოვე მე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით რომ მრავალი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში, ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში, იქ იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა. და უთხრა იესომ ასის თავს: წადი და როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს. და იმ საათში განიკურნა მისი მსახური. იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა ქალს. იგი წამოდგა და ემსახურა მათ. როცა მოსაღამოდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველას ნეული განკურნა. რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენის ნეულებანი. თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა, იესომ უბრძანა გაღმა გასულიყვნენ. მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, გამოყვები, სადაც არ უნდა წახვიდე. იესომ უთხრა მას: მელიებს სოროები აქვთ და ცისფრინველებს ბუდეები. კაცის ძეს კი არ გააჩნია, სად მიიდრიგოს თავი. ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამა ჩემი დავმარხო. მაგრამ იესომ უთხრა მას: შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ. ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც მიიღნენ. და აჰა ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისე რომ ნავი ტალღებით იფარებოდა, მას კი ეძინა. მივიდნენ მასთან, გააღვიძეს იგი და უთხრეს: უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით. უთხრა მათ: რამ შეგაშინეთ, მცირედ მორწმუნენო. შემდეგ წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ მას ემორჩილებიან? როცა გაღმა ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ მეტისმეტად მრისხანენი, ისე რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. და აჰა მურთეს ყვირილი: რა გინდა ჩვენგან, ღვთისძეო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენ სატანჯველად. მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკები შეევედრენ მას: თუ გაგუდემნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი. უთხრა მათ: წადით. ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა. წყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და უამბეს ყველაფერი, რაც ეშმაკეულებს დაემართათ. და აჰა მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და რომ დაინახეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა.